აქტივისტებს ავგან სადიკოვის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვილოცავთ ავგან სადიკოვს და მის შესანიშნავ ოჯახს ავგან სადიკოვის გათავისუფლებას. გვიხარია, რომ 9-თვიანი ტანჯვის შემდეგ ავგან სადიკოვი თავისუფალია. თუმცა ამ სიხარულს ამცირებს ჩვენი შიშები და ჩვენი შფოთი ავგან სადიკოვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ უპირობო ლოიალობა და თანამშრომლობას აქვს ადგილი საქართველოსა და ალიევის, ქართულ ოცნებასა და ალიევის რეჟიმს შორის. გუშინ ავგან სადიკოვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემთხვა ბაქოში ყავალაშვილის ვიზიტს. ამიტომ დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და გენერალური მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, რომ ავგან სადიკოვის უსაფრთხოება არის სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხი და თუ ავგანი დადგება რაიმე რისკის წინაშე, ეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება. მეორეს მხრივ, ჩვენი მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება, ეს არის ასევე ქართული ოცნების მიმართ. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ რეპრესიებმა, დევნამ და მუქარებმა, რომელსაც ეს ოჯახი იღებდა, ჩვენი იძულებული გაგვხადა, რომ სხვა უსაფრთხო ქვეყანაში გადაგვეყარნა ოჯახი. დიდი მადლობა ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ და ვთხოვთ ქართულ ოცნებას, რომ ხელი შეუწყოს ოჯახის გამთლიანებას და დაუშვას მისი გაყვანა ქვეყნიდან. ჩვენ ავგან სადიკოვის საქმეზე დავინახეთ, რომ ყველა უწყება და სასამართლოს ყველა რგოლი იყო ჩართული უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებში. ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთმა სასამართლომ და თქვენ იცით, რომ ორი პარალელური დავა მიმდინარეობდა ექსტრადიციაზე და საერთაშორისო დაცვაზე სათანადო გადაწყვეტილება არ მიიღო. ყველაფერს აწერდა ხელს პროკურატურა, ყველაფერს აწერდა ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიგრაციის სამსახური, უმოქმედო იყო იუსტიციის სამინისტრო და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლო გახდა ის ორგანო, რომელმაც სადიკოვის უსაფრთხოება დაიცვა და ის წამებისა და არადევნური მოპყრობისგან დაიცვა. ამიტომ დღეს სადიკოვის გათავისუფლება სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დამსახურება, რომელმაც დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუგზავნა მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში, მანამ სანამ ამ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილებას ის არ მიიღებს და თქვენ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ჭირდება წლები ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ავგანის ინტერესების დაცვას. ევროპულ სასამართლოში უკვე გაგზავნილია სრული განაცხადი, ჯერ არ დაწყებულა მთავრობასთან კომუნიკაცია, თუმცა ეს პროცესი დაჩქარებულად მიდის და ბუნებრივია, რომ ჩვენ მივიღებთ ჩვენს ხელთ არსებულ ზომებს იმისთვის, რომ ავგანის ფიზიკური და სამართლებრივი უსაფრთხოება დავიცვათ. თუმცა კიდევ ერთხელ ის დღეს იმყოფება საქართველოში და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას დაეკისრება ქართულ ოცნებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. მოგესალმებით. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შრომდგომლობის საფუძველზე განიხილა ავგან სადიკოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის შეცვლის მოთხოვნა და მის მიმართ გამოიყენა გირაო 5,000 ლარის ოდენობით. ჩვენ სასამართლოს მიუთითებდით, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლებლად გახდიდა მის მიმართ თუნდაც ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. თუმცა სასამართლომ ეს შრომდგომლობა არ გაიზიარა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავუსაჩივრებთ მდგომ ინსტანციაში დღეს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც თამთა ვისაუბრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 ფებრუარს მიიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება და ხანგრძლივად შეაჩერა ავგან სადიკოვის ექსტრადირება საქართველოდან აზერბაიჯანში და მიუთითა, რომ სანამ გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ საქმეზე არ მიიღებს, იგი საქართველოდან ექსტრადირებული არ უნდა იქნეს. საბოლოოდ პროკურატურის მოთხოვნა და შემდგომ სასამართლოს მიერ ამ საკითხის დაკმაყოფილება ჩვენი აზრით არის კიდევ ერთ-ერთი მაგალითი, რომ გაგრძელდეს ავგან სადიკოვის მიმართ
სასამართლოების მხრიდან ის არასამართლებრივი ღონისძიებები, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ადგილი ჰქონდა, როგორც მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის და ექსტრადიციების საქმის განხილვისას, ასევე საქართველოში საერთაშორისო დაცვისა და ტოვების და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმეებში. რომელსაც ჩვენ გავასექშურებთ ზემო ინსტანციაში ამ გადაწყვეტილებას და ბოლომდე დავიცავთ ავგანის ინტერესს. Əvvəla Gürcüstanın sizin kimi dəyərli jurnalistlərini cəsur, əvəz olunmaz, yenilməz mətbuat nümayəndələrini salamlayıram. Პირველ ყოვლისა მივესალმები თქვენნაირ გაბედულ თქვენნაირ მამაც ჟურნალისტებს, რომლებსაც წარმოადგენთ ქართველი ჟურნალისტები საქართველოში. Ona da deyim ki, diktatorcığaz, yəni diktator deyil, Kobaxidze diktatorcığazdır və gangster, mafyoz İvanaşvili onların bəxti gətirməyib ki, onların ölkəsində diktatorluq iddiasında olduqları ölkədə sizin kimi mətbuat nümayəndələr var. უნდა ვთქვა, რომ დიქტატორს ვერ ვუწოდებ, დიქტატორუკა კობახიძის და ასევე განგსტერი ივანიშვილის ბედმა არ გაუღიმა, იმიტომ რომ თქვენნაირი ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ყავთ საქართველოში. Mənimlə bağlı bütün məlumatları gündəmdə saxladığınız üçün, məhkəmələrdə, proseslərdə yaxından iştirak etdiyiniz üçün sizə sonsuz təşəkkür edirəm. ასევე ძალიან მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჩემთან დაკავშირებული ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში და ესე იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით. Hər zaman mənim yanımda olan vəkillərimə, müdafiəçilərə, sosial ədalət təşkilatına dərin təşəkkürümü bildirirəm. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრს, რა თქმა უნდა. Gənc olmalarına baxmayaraq, çox sevik, tutduqlarını buraxmayan, uğur əldə etməyincə əl çəkməyən belə bir gənclərimiz, peşəkar. მიუხედავად თავიანთი ახალგაზრდობისა, ძალიან პროფესიონალები არიან და ძალიან მკვირცხლები სხვათა შორის. Onu da deyim ki, Gürcüstanda yaşayan insanların hər hansı bir problemi olduqda onların üçün nicat yolu yalnız sosial ədalət təşkilatının qapısıdır. ასევე ვიტყვი, რომ საქართველოში თუ ვინმე შეექმნება პრობლემები უსამართლობასთან დაკავშირებით, მათი ხსნის გზა სწორედ გახლავთ სოციალური სამართლიანობის ცენტრი. Müdafiə etdiyi üçün, dəstəklədiyi üçün Amerika Dövlət Departamentinə, Avropa Birliyinə, ATƏT-ə və digər nüfuzlu beynəlxalq təşkilatlara Fransanın, İngiltərənin, Britaniyanın, Amerikanın, Almaniyanın, Hollandiyanın Gürcüstandakı səfirliklərinə təşəkkür edirəm. ასევე აღმოჩენილი და გაცხადებული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობას ვეუბნები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, EUTOS, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის საელჩოებს. Başda Amnesty International olmaqla digər dəstəkləyən beynəlxalq təşkilatlara təşəkkür edirəm. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად Amnesty International-ს. Ailəmi burada Gürcüstandakı davamlı edilən təqiblərdən, təhdidlərdən, şantajlardan qoruyaraq Gürcüstandan Fransaya apardığı üçün, göndərdiyi üçün, təhlükədən uzaqlaşdırdığı üçün Fransa dövlətinə və Fransanın Gürcüstandakı səfirliyinə təşəkkür edirəm. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საქართველოს საფრანგეთის საელჩოს იმისათვის, რომ გაარიდა ჩემი ოჯახი საქართველოში არსებულ ესე იგი საფრთხეებს და გადაიყვანა თავისთან. Başda Əfqan muxtarlı olmaqla xarici ölkələrdə yaşayan mühacirlərə, aktivistlərə, jurnalist və blogerlərə təşəkkür edirəm. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ ესე იგი აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს და რა თქმა უნდა Əfqan Muxtarlis, რომლებმაც მხარდაჭერა არ დაიშურეს ჩემთვის. Təbii ki, təşəkkürlərim bitməz. Sizlər yəni doğrudan da yaxın, çox sıx müdafiə etdiniz, çəkinmədən, qorxmadan, özünüzə xas bir formada. რა თქმა უნდა უსასრულო იქნება სია იმ ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ჩემგან ეკუთვნით მადლობა.
Mən Gürcüstanda sırf diktator İlham Əliyevin sifarişi ilə və dediyim kimi diktator parçası, diktatura yolunda yenicə iməkləyərək gedən Kobaxidzenin, İrakli Kobaxidzenin icrası ilə həbs olundum. საქართველოში მე დაკავებული ვიქენი დიქტატორი ალიევის შეკვეთით და ასე ვთქვათ ამ დიქტატურის გზაზე ახალშემდგარი კობახიძის საფსრულებით. Təbii ki, maddi asılılığı olduğu ucbatından hər il Azərbaycan büdcəsindən xalqın pulunu xərcləyərək İrakli Kobaxidzenin büdcədən oğurladığı pulların, borclarının milyardları silir və onu İrakli Kobaxidzeni İlham Əliyev özündən asılı vəziyyətə salıb, siyasi asılı vəziyyətə. Kobaxidze Aliyevs qავს ასე ვთქვათ ერთგვარ დამოკიდებულ ვითარებაში ჩაყენებული, იმიტომ რომ ასეთი ქმედებების სანაცვლოდ და საფასურად ის ვალებს უშლის უქმებს ჩამოუწერს, ესე იგი, საქართველოს. Və lazım olduğunda Hüseyin Başxanovu burada sifarişlə suiqəst hazırlandı, öldürüldü. მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ ესე იგი ჰუსეინ ბაქნიხანოვი შეკვეთით იქნა მოკლული საქართველოში. Türkiyədə Bayram Məmmədov öldürüldü. Türkiyədə ასევე მოკლული იქნა Bayram Məmmədovi. Bu yaxınlarda Fransada Vidadi İskəndərli vəhşicəsinə qətl yetirildi. ამ ახლობლებში უახლოეს წარსულში საფრანგეთში Vidadi İskəndərli მხედრად იქნა მოკლული ასევე. Onu da bilsinlər ki, bugün Əfqan Sadiqovlar həbs oluna bilər, kimlərsə qətl edilə bilər, amma bu əksinə bizi və digərlərini qorxutmayacaq. Yeni Əfqan Sadiqovlar və digərləri ortaya çıxacaq və əksinə diktatorların kabusu olacaq. Onda იცოდნენ და იცოდინონ რომ ესე იგი შეიძლება Əfqan Sadiqovები დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდევაც, მაგრამ მათ მაგერ აუცილებლად წვები გამოჩნდებიან და ყოველთვის იქნებიან ასე ამ დიქტატურების ასე ვთქვათ შემატყობები. Azərbaycanda artıq dözülməz həddə çatdı diktaturanın, İlham Əliyevin vəhşiliyi, 400-ə yaxın siyasi məhbus var. Azərbaycanში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და ასებული რეჟიმის სიბელური და სიმყეცე უკვე პიკს აღწევს. Xeyli sayda xanım jurnalistlər, hüquq müdafiəçiləri, siyasi mənsubiyyəti olan insanlar həbsdədir, şəhərlərin həbs olunublar. Ბევრი ესე იგი ქალი ჟურნალისტია დაკავებული ცილის წამებით. Hər dəfəsində mən həbs olunduğumda mənim ailəmi şantaj edirdilər, təhdid edirdilər, mənim müdafiəmdən çəkilməsi üçün az yaşlı evladlarımızın ölümü ilə təhdid edirdilər. ყოველ ჯერზე როცა კი მაკავებდნენ ჩემს ოჯახს, ესე იგი აშანტაჟებდნენ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით ემუქრებოდნენ მათ. Mən hər dəfəsində də xəbər göndərirdim ki, İlham Əliyevə ki, kişi olmaq lazımdır. Davamız bizimlədir. Bizim sənin kimi diktatorları və siz bizim kimi tənqidçiləri sevmirsiniz və susturmağa çalışırsınız. და ყოველ ჯერზე მე ესე იგი მივმართავდი ალიევს რომ ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეეშვათ და ასე ვთქვათ თქვენ ცდილობთ რომ ესე იგი თქვენი კრიტიკოსები გაარჩუმოთ, რასაც ვერ ეღისებთ. Çox təəssüf ki, diktatorlar heç vaxt düz yola gəlməyəcəklər. სამწუხაროდ დიქტატორები არასოდეს გამოსწორდებიან. Və Gürcü arzusu deyirlər. Heç vaxt Gürcü arzusu diktator ola bilməz. Heç bir xalq özünə diktatoru arzulamaz. ახლა რომ დაუქმევიათ ქართული ოცნება პარტიისთვის, ქართველების ოცნება არასოდეს ვერ იქნება და არასოდეს არ არის დიქტატურა. Mən Gürcü hakimiyyətinə də üzümü buradan tuturam ki, heç vaxt bu yoldan, yəni geri çəkilsinlər, bu düzgün yol deyil. Yalnız Erdoğanın, İlham Əliyevin, Putinin sifarişlərini icra etmək lazım deyil. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ვეუბნები რომ იმ გზაზე რაც უკვე არიან შემდგარნი უკან დაიხიონ არც პუტინის, არც ერდოღანის მითითებების შესრულება არ არის საჭირო. Ən düzgün yol xalqı sevmək və xalqa xidmət etməkdir. ყველაზე მართალი გზა ეს არის ხალხის სიყვარული და ხალხისადმი მსახურება. Bugün xanım jurnalist Miziyə xanım şəhərlənərək həbs edilib. მოგეხსენებათ ალბათონი მზიაც ცილის წამების საფუძველზე არის დაკავებული. Çox danışmaq istəmirəm, yəqin ki suallarınız olacaq, suallarınızı cavablayacağım. Albət getxəbi getxəbi siyamונებით ვუპასუხებ. Sonunda həm dediyim kimi, yəni rədd olsun diktatura, ძის დიქტატურა, repressiyalara son,
შეწყდეს რეპრესიები, Bütün siyasi məhbuslara azadlıq tələb edirəm. ასევე ვითხოვთ პოლიტპატიმრების უპირობო Gürcüstan xalqı nə qədər gec deyil, İrakli Kobaxidze hələ ki kiçikdir, onun böyüməyinə imkan verir, böyüyüb nəhəng diktator olmasına imkan verilməməlidir. ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს შესაძლებლობა ირაკლი კობახიძეს რომ დიქტატურა ჩამოყალიბდეს და საერთოდ გაიზარდოს ასეთად. Təşəkkür edirəm diqqətinizə. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Sizcə məsələn niyə təqiblərə məruz qalıbsınız, təqiblərin qurbanına niyə çevrildiniz və ümumiyyətlə indi hal-hazırda Gürcüstanda özünüzün həyatınız üçün və yaxud da azadlığınız üçün bir təhlükə hiss edirsiniz? Təbii ki, bütün diktatorlar onları tənqid edən, istər siyasi məsuliyyəti olan insanların, istər jurnalistləri sevməz etmək. რა თქმა უნდა, დიქტატორებს არ უყვართ თავიანთი მაკრიტიკებლები. Mən Azərbaycanda olduğum zaman İlham Əliyevin bütün cinayətlərini 30 illik atası, yəni o İlham Əliyev diktator deyil, diktator oğlu diktatordur. Yəni onun atası da diktatorluğun başlanğıcında oldu. 30 წლის განმავლობაში როგორც მე მუშაობდი ალიევების ასე ვთქვათ დიქტატურის ამბავზე, თუმცა უნდა ითქვას რომ ალიევი მხოლოდ თვითონ არ არის დიქტატურის ვაჟი დიქტატორია. Onlar hər zaman müxalifəti və siyasi məsuliyyəti olan insanları dediyim kimi və müstəqil medianı həmişə hədəfdə saxlayıblar, təhdid ediblər, həbs ediblər. შესაბამისად ამ 30 წლის განმავლობაში ისინი ყოველთვის აკავებდნენ ესე იგი ჟურნალისტებს, მათი ასე ვთქვათ პოლიტიკის კრიტიკოსებს თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს. Mən İlham Əliyevin həmişə YouTube-da, bizim saytımızda da var, İlham Əliyevin ətrafından yığdığı bandanı, bütün cinayətlərini ortaya tökdüm, araşdırma yolu ilə, faktlarla ictimailəşdirdim. მე ჟურნალისტური გამოძიებები ჩავატარე და İlham Əliyevis ირგვლივ შეკრებილი ბანდის წევრებზე უამრავი ესე იგი მასალა და ფაქტი, ასე ვთქვათ, შევაგროვე და YouTube არხის მეშვეობით გავასაჯარო ყოველივე ეს. 2 dəfə siyasi məhbus olmuşam. ორჯერ პოლიტიკური პატიმარი გავხდი. Bir neçə dəfə administrativ saxlanmışam. რამდენჯერმე ასე ვთქვათ ადმინისტრაციულად დამაკავეს კიდევაც. Təbii ki, bu dəfə saxta cinayət işi açdıqları Bandatdə deyilən idarədə işgəncələrə məruz qalmışam. ასეთი საპყრობილე გახლავთ ცნობილი, ესე იგი ბანდოტელი, იქ რამდენჯერმე ესე იგი წამების მსხვერპლიც გავხდი. Amma bunların heç biri bizi qorxudub yolumuzdan döndərə bilməz, sustura bilməz. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ჩვენ ვერ დაგვახევინებს უკან და ვერ შეგვაშინებს. Gürcüstanda da təbii ki, saxlanmağıma görə nə qədər burada yaşasam bizim üçün fərq eləməz. Azərbaycanda olsun ya Gürcüstanda olsun mübarizəmizi davam etdirəcək. არ აქვს მნიშვნელობა აზერბაიჯანში ვიცხოვრებ თუ საქართველოში, მე ბრძოლას არ შევწყვეტ. Burada məni saxladıqları müddətcə Gürcüstan hakimiyyəti peşman olacaq. რაც უფრო ბევრს მამყოფებს საქართველოში, საქართველოს ხელისუფლება მით უფრო სანანებელი გაუხდება ეს. Hələ ki mübarizəmizi sizlərlə birlikdə davam etdirəcək. თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას გავაგრძელებ. შეიძლება ითქვათ, ის ამბობს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მეგობრები არიან და აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა ქართულ მოცნებამ გადასცეს მისი თავი მაინც აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში არ უპასუხებ კითხვაზე, გრძნობს თუ არა საქართველოში თავს ახლა უსაფრთხო სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ის გაათავისუფლებს, მაგრამ გირაოს მაინც შეუფარდეს და გირაოს რამდენად ეთანხმება ამ შემთხვევაში და სად ფიქრობს სასწავლო არჩება თუ რასაპირებს? Siz buyurdunuz ki, demək ki, Azərbaycanla güclü hakimiyyət yürüsən, hakimiyyəti belə demək dostlar. Ondan sonra bu suala cavab vermədiniz. Ümumiyyətlə, hal-hazırda Gürcüstanda bir təhlükə hiss edirsiniz. Yəni sizin səzdən yenə özümdən artırım deyim ki, Əfqan qrupları üçün qaçırıb, məsələn, təhvil verə bilərlərmi? Bundan əlavə Gürcüstandan bu girov kəsdilər, məsələn, 5 milyarlik bununla nə qədər razılaşırsınız və bundan əlavə, məsələn, Gürcüstandan geçsəz, hara gedəcəksiniz? Təbii ki, burada təhlükə daha da böyükdür, Azərbaycanda olduğundan daha böyükdür.
აქ რა თქმა უნდა საფრთხე არის და იმაზე მეტი საფრთხეა როგორც აზერბაიჯანში რომ იყო. Hələ ki sabah 500 sonra nə olacaq, hara gedəcəyimi, yəni ki hələ bilmirəm, hələ ki Gürcüstanda və ჯერჯერობით საქართველოში ვარ, თითქმის განმავლობაში არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ. Buradakı diktatorluğa qarşı çıxacaq. რა თქმა უნდა აქ აქაურ დიქტატურასაც ასე ვთქვათ, დიქტატურის წინააღმდეგაც გამოვალ. Sonra Gürovla bağlı təbii ki razı deyiləm. Mən onlara gürov verməyəcəm, heç onlar da almayacaq, ala bilməz məndən. რა თქმა უნდა არ ვეთანხმები გირაოს, არც გადაუხდი და არც მიიღებენ ჩემგან. Əvvəla Azərbaycan və Gürcüstan büdcəsini Əliyev və Kobaxidze talayıblar. Onlara artıq pul düşmür. ფიქრობ რომ ესე იგი ორივე ალიევმაც და კობახიძემაც თავთავიანთი ქვეყნების ბიუჯეტი გააჩანაგეს და შესაბამისად მე არ ვაპირებ რამე გადაუხადო მათ. Təbii ki razı deyiləm. Gürcüstan məhkəmələri müstəqil deyil, Azərbaycanda olduğu kimi. როგორც აზერბაიჯანში საქართველოს სასამართლოების აღარ არის დამოუკიდებელი. Sifariş icra edirlər. ორივენი მუშაობენ შეკვეთით, ასე ვთქვათ, შეკვეთილ საქმეებსაც წარმოადგენენ. Yəni Gürcüstan məhkəmələrinin verdiyi çıxartdığı heç bir qərara razı deyil. შესაბამისად საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? საათინыз ნიჭად. Təbii ki yaxşı deyil, səhəti. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოხს კარგი. İkinci siyasi məhkumluğunda Azərbaycanda hakimiyyətə qarşı etiraz əlaməti olaraq 242 gün altında aksiyası etdim. 42 gün. 242 gün. მეორე პოლიტპატიმრობისას აზერბაიჯანში 242 დღე შიმშილობდი. Çox ciddi problemlər yarandı. ამან გამოიწვია ჩემ ჯანმრთელობაში გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები. Amma bizim daha böyük bir bəlamız var, problemimiz var. İlham Əliyev bəlası var Azərbaycanda. თუმცა ჩემ ჯანმრთელობაზე უარესი რამე ჭირს აზერბაიჯანს, ეს არის ასებული რეჟიმი. Bu dəfə də 161 gün acil aksiyası keçirdim. Təbii ki ikinci zərbə artıq yəni çətin oldu. ამჯერად 161 დღე მომიწია შიმშილობამ და ეს განმეორებითი ძლიერი დარტყმა იყო ჩემ ჯანმრთელობისთვის. Yəqin ki necə deyirlər, Allah bizim arxamızda olacaq, yanımızda olacaq həmişə. Bizi diktatorların nəinki biz ondan ehtiyat edirik, onları müdafiə edirik. Yox, biz diktatorları təmizləmək istəyirik. Biz müdafiə olmaq istəmirik. Αλλά ღმერთის შეწევნით ჩვენ არ შევეშვებით ამ საქმეს და არათუ არ დავემორჩილებით დიქტატურებს, არამედ მათ ასე ვთქვათ გაწმენდას, მათგან ქვეყნის გაწმენდას გავაგზავნებთ კვლავაც. Biz istəyirik ki, diktatorlara başa salaq izah edək ki, qalıb adam kimi xidmət etməlidirlər, xalqa işləməlidirlər. Yalnız yol yox. უნდა აუხსნათ რომ ესე იგი ვცდილობთ აუხსნათ რომ ადამიანურად უნდა მოიმსახურონ ესე იგი ქვეყანას და ხალხს. Və mən hal-hazırda Gürcüstandayam. Burada sifarişlə, təbii ki, burada hər an yəni ölüm təhlükəsi ola bilər. Azərbaycanda olduğu kimi hər gün küçədə narkomanlar var. Filan problem yarada bilərlər. Yəni güya ki siyasi prosesdən uzaqlaşdıra bilərlər. რა თქმა უნდა, აქაც არის და რჩება ის საფრთხე, როგორც აზერბაიჯანში აქაც არიან თქვათ თუნდაც ნარკომანები, რომელთა საშუალებით და მეშვეობით შეიძლება გარკვეული ასე ვთქვათ საფრთხე შეუქმნან ჩემს სიცოცხლეს, ასე რომ გმართებს სიფრთხე. ნაინაზე დაწვით. კი ბატონო. Yəni bizim diqqətimizdə deyil də, təhlükədən uzaqdır. Başa düşdümsə. Gürcü diktaturasına qarşı mübarizə edəcəyiz. Tamam, nəsə də aksiyalarda iştirak etməyi düşünürsünüz, yoxsa hansı yolda olacaq bu mübarizə? Mübarizənin hər hansı bir formasında mən mətbuatın yanında olacağam, Gürcüstan etirazdan xalqın yanında olacağam təbii ki və özümün daha fərqli yöntəmlərim, fərqli planlarım var. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფორმით, ასე ვთქვათ, შევებრძოლები მედიასთან ვიქნები ახლოს, ხალხთან ვიქნები ახლოს და მე კიდევ გარკვეული გეგმებიც მაქვს განსხვავებული, რომელთაც წამოვიწყე. Yəni haqsızlığa qarşı çıxan, haqq tələb edən insanların yanında olacağam. მე ყოველთვის ესე იგი საქართველოში უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან ერთად დავდგებ. Ana